მოგესალმებით კვლავ ჩემს ძვირფას გამომწერებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მოისმენს ამ აუდიო ჩანაწერს, ამ რომანს და მოიწონებს. ვინც არ მოიწონებს, იმათაც მივესალმები, რა თქმა უნდა, არა ვარ ისეთი კაცი, რომ საერთოდ ბოგმა და რაღაცები ჩემში არ არსებობს. ანუ მე ყველაფერი აგიხსენით, მე მგონი თქვენ ძალიან ჭკვიანი ადამიანები მყევხართ მე და კარგად გამიგებდით მე რაც გითხარით უკვე. ანუ ჩვენ შეიძლება აი ამ შემთხვევაში ცოტანი ვართ, მაგრამ ხარისხით აღემატება ხარისხი ჩვენი მათ, ვინც ჩვენი ქვეყნის ფაქტიურად მორალურ პარალიზებაზე ფიქრობს. გავაგრძელოთ ახლა ბევრი ლაპარაკი აღარ მინდა, გავაგრძელოთ იქიდან მე როგორც შეგვირდით, რომ დღეს საღამოს დავდებდი და გავაგრძელოთ იქიდან, რომ ანტონი კარგად უნდა მომზადებულიყო უნივერსიტეტის გამოცდებისთვის. უნივერსიტეტის ფოიეში ყურთასმენა არ იყო. იმდენ სწავლის მაძიებელს მოეყარა თავი. ახალგაზრდა აბიტურიენტების გვერდით შეინიშნებოდა უფროსი თაობაც. ზოგს მშობელი მოჰყოლოდა მხარდასაჭერად, ზოგს დაძმა, ზოგს კი ნათესავი. გამოცდებზე დამდგარი არც ერთი აბიტურიენტი არ იყო მოსული გულშემატკივრის გარეშე. მხოლოდ ანტონი იდგა განცალკევებით მარტო, კედელზე მიყრდნობილი და ღრმად ჩაფიქრებული. ის საგამოცდო კომისიის წინაშე გასვლაზე ფიქრობდა და ნაკლები საფიქრალი ჰქონდა საკუთარ ცოდნაზე, რადგან მან საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. აქედან გამომდინარე, უმაღლესი სასწავლებლის პროგრამის გადახედვაზე დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია. უბრალოდ საფუძვლიანად გადაიმეორა ყველაფერი და უნივერსიტეტის კედლებში გამართულად შემოაბიჯა. ერთადერთი რაც მას ამ ბოლო თვეების განმავლობაში მუდმივად თავს ახსენებდა და გარკვეულწილად სხვა რელსებზე ცდილობდა მისი აზრის გადაყვანას, იყო დედაზე ფიქრი. მართალია ანტონი ხვდებოდა, რომ ამაზე გამუდმებით ფიქრი მოწყვეტ და რეალობას და დეპრესიის გზას გაუყენებდა, მაგრამ იმდენად ძლიერად განიცდიდა დედის დაკარგვას, ამ გრძნობას ვერაფერს ვერ უპირისპირებდა. პერიოდულად როგორც კი იპოვნიდა რაღაც მომენტს, კაციას სიყვარულით ტკბებოდა. მასთან გატარებული დღეების გახსენებით ივსებდა ენერგიას, მით უმეტეს ამასთან ერთად იმასაც ფიქრობდა, რომ ის იყო ერთადერთი, ვინც მშობლების მოძებნაში დაეხმარებოდა. აი ამ ფორმით ახდენდა მისი აზროვნება მისივე დაძაბული გონების განმუხტვას, რომელიც ერთი წამითაც კი არ კარგავდა რეალობის აღქმის უნარს. სამსაათიანი მომქანცველი ლოდინის შემდეგ აბიტურიენტებმა გამოცხადების წინ მსწრებ სიგნალს კვლავ მიაყურადეს და სმენად გადაიქცნენ. ანტონ სავიჩევი ქართული ლიტერატურის ზეპირ გამოცდაზე გამოცხადდეს მეორე სართულზე მდებარე ნომერ 104 აუდიტორიაში. ანტონი ოთახში შესვლისთანავე თავის დაკვირით მიესალმა 4 გამომცდელ მამაკაცს, რომლებიც გრძელი მაგიდის ერთ მხარეს ერთმანეთის გვერდით ისხდნენ და სწავლის ყველა მაძიებელს დაკვირვების საცერში ერთობლივად ატარებდნენ. აბა ჯერ თქვენი გვარი მოგვახსენეთ, უთხრა მათ შორის ყველაზე მყცოვანმა, სიმსუქნისაგან ლოყებ დასიებულმა სათვალიანმა მამაკაცმა, რომლის სახეზე ძალიან ძნელად, მაგრამ მაინც შეიმჩნეოდა ცინიზმი, რაც ანტონის დარ ადამიანს წესით არ უნდა გამოჰპარვოდა. ანტონ სავიჩევი გახლავართ, ბატონო, მიუგო მშვიდად ანტონმა და დაელოდა მათ სიტყვას. ბატონებო, შეუსწორა და დაუმარცვლა ლოყებ ღაჟღაჟამ, რომელმაც ამის შემდეგ ოდნავ მომღიმარი სახით გადახედა კოლეგებს. ახლა კი აიღეთ თქვენს წინ მდგომი პატარა მაგიდიდან ერთი ბილეთი და რაც შეგხვდებათ, მის ირგვლივ გავაგრძელოთ საუბარი, უთხრა ისევ მან და სკამზე შესწორდა. ანტონმა თვალი არ გაუსწორა გამოცდილ ბრჭყალებში პროფესორს, რომელიც თავისი მოქმედების შემდეგ ურცხვად მიშტერებოდა ახალგაზრდა სწავლის მაძიებელს. მან ნელი მოძრაობით ჯერ თავი მიატრიალა, გვერდით და შინაგანი ადეკვატური რეაქცია რომ დაეფარა, მშვიდად დაიძრა ბილეთის ასაღებად. მისის საგამოცდოდ შემართული გონება ცოტა არ იყოს შეტორტმანდა, რადგან ეს მისთვის გარკვეულწილად ფსიქოლოგიური დარტყმა აღმოჩნდა. ამ საქმეში გამომბრძმედილი, ეგრეთ წოდებული
სწავლულები ასეთ ფორმებს მიმართავდნენ არასასურველი აბიტურიენტების წინააღმდეგ, რადგან უნივერსიტეტში და ზოგადად სხვა უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრი ადამიანების 98%-იანი სია წინასწარ იყო შედგენილი. რაც შეეხება დარჩენილ 2%-ს, ეს როგორც დაჯავშნული გაუთვალისწინებელი სიტუაციისთვის ჰქონდათ შემონახული. აი ასეთი იყო ტიპიური საბჭოთა უმაღლესი სასწავლებელი, სადაც ანტისაბჭოთა ელემენტების მოხვედრის შანსი ნულს უტოლდებოდა. იმ შემთხვევაში კი თუ იქ მოხვედრილს გაეღვიძებოდა მადა პარტიული ცხოვრების წესის წინააღმდეგ, ამისათვის მისივე თანატოლი კომკავშირელები და ამგვარი საქმეებისთვის შექმნილი შიდა კომკავშირული ორგანიზაცია გაკიცხავდა, რაც მისი გარიცხვისთვის მწვანე შუქს უნთებდა სასწავლებლის ხელმძღვანელობას. ანტონის მამის მეგობრების დანაპირები უნივერსიტეტში ჩაბარების თაობაზე ისევ ძალაში რომ ყოფილიყო, მას გამოცდისთვის ლოდინი კი არ მოუწევდა და გამომცდელების წინაშე წარდგომა დაბლა დაახვედრებდნენ თავიანთ წარმომადგენელს და ერთ კითხვასაც ვერავინ შეჰბედავდა. ისე მოხდებოდა უნივერსიტეტში. ანტონის ახლანდელი მდგომარეობა კი წყალწაღებულის ამბავში გადის და ისიც ცდილობს იქნებდა, სწორედ ეს იქნებდა. ანუ შემთხვევითობაა გამორიცხული საბჭოთა სინამდვილეში. ამაშია ჩეკას ძალა, რომელიც ყველას და ყველაფერს ზედმიწევნით აკონტროლებს. აბა გვიბოძეთ ყმაწვილო ეგ ბილეთი, რომ ჩვენც ვიხილოთ რა შეგხვდათ. მიმართა ანტონს მაგიდის ერთ ნაპირთა მжდომა მამაკაცმა, რომელმაც თან ხელი გაუწოდა ბილეთის გამოსართმევად. ინებეთ პატივცემულო, მოწიწებით დაუკრა ანტონმა თავი და ბილეთი მიაწოდა. საკმაოდ საინტერესო რამ შეგხვედრიათ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანის ერთ-ერთი თავი, რომელშიც ნახავდით ალბათ და საზეპიროებით შედის. იმედია გეცოდინებათ ეს მასალა, რომლის ამოწურვის შემდეგ დამატებითაც გვექნება შეკითხვები თქვენთან. უთხრა ისევ მან, ვინც ბილეთი გამოართვა. რასაკვირველია, შევეცდებით თანმიმდევრულად მივყვეხსენებული თავის განხილვას და შეფასება კი თქვენზეა, თქვა მოკრძალებული ღიმილით ანტონმა და ორიენტირი სიმშვიდის შენარჩუნებაზე აიღო. თქვენს შეფასებას თქვენი მოწოდების გარეშეც მოვახერხებთ. ასე რომ თქვენ იმაზე იფიქრეთ, როგორც ჩაგვაბარებთ გამოცდას იმ სწავლულ ხალხს, რომლებიც ერთ გადაბრუნებულ სიტყვასაც კი არ გაპატიებთ. გამოსცრა საკმაოდ მკაცრი ტონით ლოყებ დაბერილმა შუაში მжდომმა პროფესორმა, რომელსაც აშკარად არ მოეწონა ანტონის თავდაჯერებულობა. აბიტურიენტის სახეზე ოდნავადაც კი არ დარღვეულა სიმშვიდის გამომეტყველება, რასაც ვერ ვიტყვი მის მთავარ გამომცდელზე, რომელსაც ისედაც წითურ სახეზე ალმურმა გადაუარა, რადგან ანტონის გამოხედვაში კარგად დაინახა მისი აზროვნებაც და შეუპოვარი ხასიათიც. სხვა რა გზა იყო. ეტიკეტი ორივეს ერთნაირად ავალებდა გამოცდის ფორმალური მიმდინარეობის დაცვას და ანტონმაც დაიწყო. მან ბრწყინვალედ მიმოიხილა ვეფხისტყაოსანის არა მარტო იმ თავის შინაარსი, არამედ თითქმის მთლიანი ნაწარმოები. უნივერსიტეტის თავკაცები პირდაღებულნი უსმენდნენ და ვერ პოულობდნენ ადგილს, სად შეიძლებოდა ჩაჭროდნენ და გაეჩერებინათ. ეს იყო შემთხვევა, რა დროსაც მათ შორის ყველაზე თავხეთს უნდა აეღო საკუთარ თავზე და რაიმე მიზეზით ჩაეჭრა ეს საოცრად მოაზროვნე ახალგაზრდა. ამის ინიციატივა კვლავ მსუქანმა პროფესორმა აიღო, როდესაც ექსტაზში შესულმა ანტონმა ასეთი რამ თქვა: ქართველთათვის იმდენად მნიშვნელოვანია მე-12 საუკუნეში ჩვენი თანამამულის შოთა რუსთაველის მიერ დაწერილი უკვდავი ქმნილება ვეფხისტყაოსანი, რომ იყო დრო გათხოვილ ქალს თავისი ოჯახი ამ წიგნს მზითევში ატანდა და მეტიც, ქართველები მას მეორე ბიბლიასაც უწოდებდნენო. აი ამას ჩაეჭიდა ჩასაფრებული პროფესორი და ანტონს მიმართა. ყმაწვილო, თქვენ ბიბლია ახსენეთ და რა იცით მის შესახებ? ბიბლია, გაეღიმა ანტონს. ბიბლიის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, იმდენად, რამდენადაც ხელი არ მიმიწვდება რელიგიურ წიგნებზე. რაც შეეხება თეოლოგიას, როგორც ერთ-ერთ მეცნიერულ მიმართულებას, არ დაგიმალავთ და სიამოვნებით გადავავლებდი თვალს, რადგან მგონია, რომ ადამიანი თუ კი ამის გონებრივი შესაძლებლობები და მეტადრე ინტერესიც გააჩნია ადამიანს, ცოდნის მხრივ საშუალო დონეზე მაინც უნდა ფლობდეს იმას,
მაპატიეთ. ადამიანი თუ კი ამის გონებრივი შესაძლებლობები და მეტადრე ინტერესიც გააჩნია, ცოდნის მხრივ საშუალო დონეზე მაინც უნდა ფლობდეს იმას, რაც მის ირგვლივ რეალობაში უნდა ეს ვინმეს თუ არა მაინც არსებობს. ესე იგი თქვენ ამბობთ, რომ რელიგია, რომელიც ათეული საუკუნეების გადმონაშთია, ადამიანთათვის საინტერესო სფეროს უნდა წარმოადგენდეს, სიტყვა გააწყვეტინა წითურმა პროფესორმა და ეს მაშინ როდესაც ჩვენი უმძლავრესი სახელმწიფო მთლიანად აგებულია ათეისტურ საფუძვლებზე და უარყოფს ყოველგვარ სრულწმენას, სად არის ღმერთი ყმაწვილო, ღმერთმა შექმნა ამ ახალგაზრდა ქვეყნის ინდუსტრია და სამხედრო ტექნიკა, რომელიც შიშის ზარს სცემს მსოფლიოს, თუ უარყოფთ დარვინის თეორიას და გონიათ, რომ მართლა ღმერთმა შექმნა ადამიანი. აი, რა კარგია, რომ გაამჟღავნეთ თქვენი გონებრივი მწამსი, თორემ ჩვენ ხომ ვერ შევიტყობდით, რომ თქვენ საშიშროებას წარმოადგენთ მარტო უნივერსიტეტისთვის კი არა, მთელი საბჭოთა საზოგადოებისთვის. პატივცემულო, სერიოზული სახით მიმართა ანტონმა პროფესორს, რომელიც საუბრის დროს კოლეგებსაც გადახედავდა ხოლმე და ამით თითქოს მათი დამოწმების იმიტაციასაც ახდენდა. მაპატიეთ, მაგრამ ვფიქრობ, საკითხს არასწორი მიმართულება მიეცა. როგორც ჩანს, ჩემი ნათქვამიდან რაღაც სწორად ვერ იქნა გაგებული, რადგან მე დავაფიქსირე ჩემი ინტერესი თეოლოგიური მეცნიერების მიმართ, როგორ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს რაიმესადმი რწმენა, ანუ უყვარდეს და ეთაყვანებოდეს რამეს და საფუძვლიანი წარმოდგენა არ ჰქონდეს მასზე. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ექსტაზში შესულ სამოგცდათ სიტყვა ბიბლია და ახლა თავგამოდებით ცდილობთ შენიღბოთ თქვენი შეხედულებები ამის თაობაზე. მკაცრი და ხმამაღალი ტონით წარმოთქვა პროფესორმა და კალმის მაგიდაზე ხმაურიანი დაგდებით გამოხატა თავისი შეუვალობა აბიტურიენტის მიმართ. აღარ მივიღებ თქვენგან არავითარ განმარტებას. მორჩა, ჩემთვის გასაგებია ყველაფერი. უნივერსიტეტში არ გვჭირდება რელიგიით დაინტერესებული სტუდენტები. დაამთავრა ხელოვნურად გაწიწმატებულმა პროფესორმა და კოლეგებს გადახედა იმ თვალით ეთანხმებოდნენ თუ არა მის მოსაზრებას. ორმა კოლეგამ თავდახრით გამოხატა მის დამითანადგომა. მხოლოდ ერთი სანდომიანის სახის გამომცდელი მისჩერებოდა ანტონს მრავლის მეტყველი მზერით, რომელშიც აშკარად შეიმჩნევოდა უმიზეზოდ დაჩაგრული ადამიანისადმი თანაგრძნობა. ანტონი ყველა გამომცდელის მოქმედებას აფიქსირებდა, მაგრამ ყურადღების ცენტრში ის არაადეკვატური მოქიშბე ჰყავდა, რომელიც თავის მდგომარეობას მის წინააღმდეგ ბოროტად იყენებდა. მათ შორის ძალები ასე ნაწილდებოდა. ანტონ სავიჩევის მხარეზე იყო მისი განსწავლულობა, აზროვნება და თუნდაც შემართება, ხოლო პროფესორის არსენალში არსებობდა ერთადერთი რამ, ბოლო სიტყვა. ის სიტყვა, რომელიც ხშირად განსაზღვრავდა იმ ახალგაზრდა სწავლის მაძიებელთა მომავალს, რომლებიც თავიანთი თავისუფალი ცხოვრებისეული ხედვით საბჭოთა წესების კორექტირებას ცდილობდნენ. სამწუხარო შედეგით დასრულდა საკმაოდ დიდი ცოდნით აღჭურვილი ერთი აბიტურიენტის უნივერსიტეტში მოხვედრის მცდელობა. სამწუხარო მხოლოდ აბიტურიენტისთვის იყო ეს ამბავი, თორემ ეს დრამა, რაც ამ აუდიტორიაში გათამაშდა, რომელიც რამდენიმე წუთში დასრულდება, სამარცხვინო ფურცლად დარჩება ქვეყნის ისტორიაში, როგორც სულიერი ძალმომრეობის უდიდესი გამოვლინება. სწორედ ასეთი ინტელექტუალების განადგურება დაუდებს საფუძველს საბჭოთა კავშირის თვითლიკვიდაციის პროცესს, რომელიც მისი უხილავი რღვევის საწინდარი გახდება. თავდახრილმა სავიჩევმა ნელი მოძრაობით წამოსწია თავი და ნაღვლიანი მზერა გადაატარა მის წინ მჯდომ 4-ვე მამაკაცს. მან ძალიან სწრაფად გაიაზრა საკუთარი მდგომარეობა და მშვიდად მიმართა მათ. გასაგებია თქვენი პოზიცია ჩემს მიმართ და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ დავას აზრი არ აქვს. თუ თქვენს გაინტერესებთ, მე როგორ ვაფასებ ჩვენს შორის მომხდარ გაუგებრობას, მათქმევინეთ ორიოდე სიტყვა ამასთან დაკავშირებით. მაგრამ თუ კი მეტყვით, რომ ეს საჭირო არ არის, მაპატიეთ და ვეღარავინ დამარწმუნებს, რომ ჩემი საქმე ჩემს აქ მოსვლამდე არ იყო გადაწყვეტილი. წამოენთო და წელში გასწორდა მთავარი გამომცდელი, რომელიც მანამდე მაგიდაზე იდაყვებდა ყრდნობილი ცინიკური გამომეტყველებით, მაგრამ ინტერესით უსმენდა აბიტურიენტს. თქვენ ფიქრობთ, რომ ამოიძახა რიხით მსუქანმა პროფესორმა, რომელსაც სიტყვა გააწყვეტინა ნაპირზე მჯდომმა მამაკაცმა, იმან, რომელიც სახეზე თავიდანვე შეიმჩნეოდა ანტონისადმი თანაგრძნობა. გისმენთ ყმაწვილო.
ეს ორი სიტყვა იმდენად შეუვალი ტონით იყო ნათქვამი, რომ თვითაგრესიულმა პროფესორმაც კი გაოცებით შეხედა კოლეგას, რომელსაც თავი ოდნავ წინ წაეწია და მათ წინაშე მდგარ ახალგაზრდის მოსასმენად უკვე შემზადებულიყო. მისმა ასეთმა თვითნებურმა გამოსვლამ უხერხული სიტუაცია შექმნა გამომცდელთა შორის, რის გამოც ოთახის სიჩუმე მოიცვა. მათმა ამგვარმა წამიერმა დაბნეულობამ უნებლიეთ გაუხსნა გზა საპირისპირო აზრის გამოთქმას და მისი მოსმენის რეჟიმსაც იძულებით გადაიყვანა თითოეული მათგანი. სავიჩევმა ზრდილობიანი ფორმით თავდახრით გადაიხადა მადლობა სიტყვის უფლებისათვის, ერთხელ კიდევ გადაავლო თვალი მისკენ მომზირალ სახეებს და მძიმედ დაიწყო საუბარი. პირველყოფილმა ადამიანმა, როდესაც პირობითი საზღვრები გაავლო მეზობელ ტომებთან და თავისი თემით მათ გაემიჯნა, იქიდან დაიწყო მის გონებაში სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბების პროცესი. მართალია ტომებს შიგნით დაახლოებით ერთნაირი პრიმიტიული წესები მოქმედებდა, როგორიც იყო მაგალითად ნადირობა, ნანადირების განაწილება, მოხუცებისა და ქალების დაპყრობა თუ ბავშვების აღზრდა და გაწვრთნა, მაგრამ ჩვენ ამ ეპოქას პირველ ყოფილ თემურ წყობილებად მოიხსენიებთ, ანუ პირველ საზოგადოებრივ წყობად განვიხილავთ. დიახ ბატონებო, დედამიწაზე მცხოვრები ერთადერთი მოაზროვნე არსება ადამიანი მუდმივად ეძიებდა სიახლეს, რაც მისი გონებრივი ევოლუციის საფუძველი გახდა და რამაც მათი ერთობლიობა საბოლოოდ საზოგადოებად აქცია. სწორედ ასეთმა მუდმივმა ძიებამ მიიყვანა ისინი იმ დასკვნამდე, მოძველებულად ეცნოთ თავიანთი ცხოვრებისეული წესები და მონათფლობელურ წყობილებაზე გადასულიყვნენ. მათ შემდეგ კაცობრიობამ რამდენიმე ეპოქა და საზოგადოებრივი წყობა გამოიარა და მისი ყოველი ახალი იდეის ცხოვრებაში გატარება წარსულის უარყოფაზე გადიოდა. ერთი წუთით ყმაწვილო შეაჩერა მსუქანმა პროფესორმა, რომელიც მანამდე სკამის საზურგეზე მიწოლილი უსმენდა ანტონს. მას სახეზე ცინიკური ღიმილი მაშინაც კი არ განელებია, როცა რაღაცის სათქმელად წამოიწია და კალმიანი ხელი ოდნავ ზემოთ შემართა. მისი მხრიდან ეს ჟესტი უდაოდ აღნიშნავდა მის აღმატებულ მდგომარეობას არა მარტო აბიტურიენტზე, არამედ საკუთარ კოლეგებზეც კი. თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ განაგრძო მან ადამიანებს, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველთა ცოდნის დონეს განვსაზღვრავთ და აქ შემოსულთ მეტ ცოდნას გადავცემთ, თქვენგან ლექცია გვესაჭიროება იმ თემაზე, რომელიც თქვენზე გაცილებით უკეთ ვიცით? იქნებ ბოლომდე მოგესმინათ და გაგეგოთ რისი თქმა მსურს მოგრძალებული ტონით მიმართა სავიჩევმა. თქვენ ცუდი ფორმა აირჩიეთ თქვენი სათქმელის გამოსახატად. ისტორიას გვიყვებით და სასრული არ ჩანს, წარმოთქვა სახეცვლილმა პროფესორმა, რომელსაც ცინიკური ღიმილი მკაცრი იერით შეეცვალა. წარმოიდგინეთ ის ასეულობით ახალგაზრდა, რომელიც ჩვენთან უნდა შემოვიდეს გამოსდის ჩასაბარებლად. თითოეულ მათგანს თავისი აზრის გამოსათქმელად ამდენი დრო რომ დაუთმოთ, რამდენ ხანს უნდა ვისხდეთ აქ? ბატონო პროფესორო, კვლავ ცდილობიანად ჩაეჭრა ანტონი. მომეცით ნება, არავითარი ნება, დამთავრდა გამოსრა პროფესორმა და ანტონს ურცხვად მიაშტერდა. სავიჩევს უკვე სერიოზულმა იერმა გადაჰკრა და მაშინვე შეაგება მას თავისი სიტყვა. ჩემთვის გასაგებია, რომ თქვენ არ გსურთ მე შემოვაბიჯო უნივერსიტეტის კედლებში, მაგრამ რას ვფიქრობ თქვენს ასეთ გადაწყვეტილებაზე? თქვენ თუ არ გაინტერესებთ, იქნებ დანარჩენ სამ გამომცდელს აქვს ამის ინტერესი. თუ მხოლოდ თქვენ წყვეთ, ეს ადამიანები რისთვის ხედან აქ? პროფესორს ნერვიულობისაგან მთლიანად დაუჭარხლდა ლოყები და თავის კოლეგებს სათითაოდ გადახედა. ისინი პირგაკერილებივით შეჰყურებდნენ აბიტურიენტს. მათ მზერაში აშკარად შეიმჩნეოდა ინტერესი იმ იშვიათი ახალგაზრდა კაცის მიმართ. ხსენებული ინტერესი კი მათივე სულში მიმალულ, მიძინებულ იმ პატარა ამბიციაზე გადიოდა, რომელიც სავიჩევმა დროებით გამოუღვიძათ. მათი შემხედვარე მთავარი გამომცდელი ფეხზე წამოიჭრა, კალამი მაგიდაზე დააგდო და ფანჯრისკენ წავიდა. ჩემთვის არ არის თქვენი შეფასებები საინტერესო და ვისაც აინტერესებს იმათ უთხარით. ოღონდ რაც შეიძლება მოკლედ, ამოთქვა განრისხებულმა და ფანჯარასთან მისული მათგან ზურგით დადგა. დიდი მადლობა თავი დაუკრა მისკენ მომზირალ გამომცდელებს სავიჩევმა და მცირე პაუზის შემდეგ დაწყებული საუბარი განაგრძო. ბატონებო, მე შემთხვევით არ შევხებივარ კაცობრიობის მიერ განვლილ საზოგადოებრივ წყობილებებს და ამასთან ერთად ადამიანის გონებრივ ევოლუციას. მინდა
თქვენი ყურადღება მივაპყრო ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხს. კერძოდ, დღეს ცივილიზებულად მოაზროვნე ადამიანს დანაშაულად მიაჩნია მონათფლობელურ წყობილებაში მოქმედი ის წესი, რომელიც ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ექსპლუატაციას ეხება. გამოდის, რომ დღევანდელ პროგრესულ საზოგადოებაში მოქმედი ჰუმანური პრინციპები იმ გონებრივმა ევოლუციამ წარმოშვა, რომლის ფუძაც და საფუძველიც ჩვენივე ძიების უნარია. დიახ, სწორედ ამ უნარმა გააღვივა ჩვენს გონებაში კოდირებული მორალი, რომელიც ჩვენი ამ ქვეყნად მოვლენის დღიდან მოგდევს მეგზურად. მან ჩვენთან ერთად გამოიარა ყველა ისტორიული ქარტეხილი და ეპოქათა ჭიდილში გამოწრთობილი უკვე პროგრესის ფონზე ზნეობრივი სახით წარმოგვიდგა გონებაში. ადამიანები, რომლებიც ქმნიან თუ ემორჩილებიან სახელმწიფოებრივ წესებს, მათ გვერდით ყოველთვის განიხილავენ საკუთარ აზროვნებაში წარმოდგენილ მორალურ კოდექსს, რომელიც თავისთავად ჩამოუყალიბდა თითოეულ მათგანს. ამის შედეგად ნაკლებად მოაზროვნე ადამიანსაც კი ძალუც ცუდის და კარგის გარჩევა და სიკეთისა თუ ბოროტების აღქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მორალმა, როგორც ბუნების გამორჩეულმა საჩუქარმა, ერთმანეთთან ურთიერთობის სწორ ფორმას გვაზიარა ადამიანები. აირა მოგვცა ძიებამ და ინტერესმა, რის გამოც არც წარსულში დასჯილა ამისათვის არავინ და არც მომავალში დაისჯება ვინმე, რადგან ვიმეორებ, რომ ეს არის პროგრესის საფუძველი. მე დღეს ამ ინტერესისთვის ვისჯები, ბატონებო, ერთ-ერთი მეცნიერული დარგის მიმართ გამოთქმული ინტერესისთვის, რაც შეეხება თქვენს გადაწყვეტილებას, ამის კონკრეტულ შეფასებას მე არ მოვახდენ, მაგრამ ვერც ერთი თქვენგანი ვერ დამისაბუთებს იმას, რომ დედამიწის მოსახლეობა აპოკალიფს სოციალისტური წყობით შეხვდება და საზოგადოებრივი წყობილება აღარ შეიცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავლის ადამიანი როგორც ხდებოდა უწინ, აუცილებლად იპოვნის ხინჯს დღევანდელ სოციალისტურ სისტემაშიც. ახლა მე წავალ სახლში, იქ არავინ მელოდება, რადგან ერთი დედის მეტი არავინ მყავდა ქვეყანაზე და ისიც აღარ არის ჩემს გვერდით. დავჯდებით სარიელ კედლებთან და ვიფიქრებ, ძალიან ბევრს ვიფიქრებ იმაზე, სახელმწიფო იძლევა ადამიანების ასეთი ფორმით დასჯის-ნებას, თუ ადამიანები თავად წყვეტენ ამას, არ ვიცი რა დასკვნამდე მივალ, მაგრამ თუ კი მომავალ წელსაც მოვალ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების სურვილით, ალბათ იმედიც მექნება, რომ ცოდნით შემაფასებთ და სხვა არაფრით. ანტონ ხავიჩევმა სანამ კარს მიეხურავდა, უკანასკნელად შეხედა თავის გამომცდელებს. მისი განაჩენის მთავარი გამომტანი ისევ ზურგშექცევით იდგა პანჯარასთან, მაგიდასთან მჯდომი ორი არაფრის მთქმელი სწავლულის უხერხული შმუშნაგრეხვა და დროდადრო ფანჯრებისკენ გაპარული მათი მზერა კი იმის მანიშნებელი იყო, რომ ისინი იქიდან უკვე რისხვას ელოდნენ, რაც შეეხება მეოთხე გამომცდელს, რომლის სახეზეც ანტონისადმი სოლიდარობის გამოხატულება ჯერაც არ იყო გამქრალი, მაგიდაზე იდაყვებდა ყდრობილი გადაჯვარედინებულ ხელებზე ნიკაპით დაბჟენილს თვალი იმ მიმართულებით გაშტერებოდა, სადაც ცოტა ხნის წინ სავიჩევი იდგა. უნივერსიტეტიდან გამოსული ანტონი თავდაღმარჩინელი ნაბიჯით მიუყვებოდა ქუჩას, მის თავში უამრავი ფიქრი აშლილიყო, მაგრამ ვერც ერთი სადავეს ვერ ფლობდა, ვინ მოსთვლის ამ მოკლე ხანში უკვე მე რამდენად იპყრობდა მის გონებას ქაოსი და მე რამდენად აიზულებდა მას მექანიკური მოქმედებების შესასრულებლად, რამდენი ამოუხსნელი აზრი იდგა არეულ რიგში მის ქვეცნობიერთან და როგორც ცდილობდა ეს დაუნდობელი სამყარო ამ ეულად დარჩენილი ყმაწვილის გადაგვარებას, დეპრესია, აი რას თავაზობდა კომუნისტური რეჟიმისაგან ფრთაშესხმული ატმოსფერო, თავისი ზომბირებული შემსრულებლებით წარმოდგენილი, მაგრამ სავიჩევი ასე იოლად დასაძლევი ინდივიდი არ იყო. ის ჯერ კიდევ მშვიდად მიჰყვებოდა ერთი შეხედვით ამოუხსნელ კროსვორდად ქცეულ საკუთარ ცხოვრებას და ეჭვის ნატამალიც კი არ ეპარებოდა, რომ ყველაფერი ადრე თუ გვიან ასე დალაგდებოდა, აუცილებლად გამოჩნდებოდა დედა. დღესა და ღამეს გაასწორებდა მეცადინეობაში და უნივერსიტეტში მაინც მოხდებოდა. საბოლოოდ კი მიაღწევდა იმას, რომ შეხვდებოდა საყვარელ ქალს, რომლის სახეც მუდმივად დაფარფატებდა მის წარმოდგენაში. 2 კილომეტრამდე იარა სავიჩევმა მზის გულზე და როცა სახლამდე მიატანა, უკვე აღარაფერზე აღარ ფიქრობდა. მისი სხეულის თითოეული ნერვული დაბოლოება განცდებისაგან ისე ათრთოლებულიყო საკუთარ მშვიდობიან ბრძანებელს
ანუ გონებას საშინელ დისკომფორტს უქმნიდა და ამარეულ დარეულ ფონზე ბრძოლის ველზე უხილავ ძალასთან შესარკინებლად უხმობდა. ანტონის სახლის კარებში ბარბაცი ძლივ შელასლას და ოფლისაგან ჩამოსველებული თეთრი პერანგი გაიხადა და სკამის საზურგეზე მიაგდო. შემდეგ ტანზევით შიშველი დივანზე ხელებ გაშლილი გადაწვა, თავი მოწყვეტით გადააგდო უკან და თვალები მოხუჭა. ისეთი დაქანცული იყო, გეგონებოდათ მთელ დღეს ფიზიკურ მუშაობაში გაატარაო. დიახ, მას არავითარი ძალა აღარ შესწევდა და გონებას ნელ-ნელა ძალა აღარ შესწევდა და გონებას ნელ-ნელა თმობდა ნერვების საჯილდაოდ, მაგრამ აზროვნება, როგორც მისი ერთგული მოკავშირე, ბოლომდე არ ტოვებდა და აიძულებდა, რომ ებრძოლა სიმშვიდის მოსაპოვებლად. აზროვნების ასეთმა მცდელობამ შედეგი გამოიღო, როცა ანტონმა რაღაც მომენტში ამ მოთხოვნის ახმა შესძლო. ის ფეხზე წამოდგა, მისაღები ოთახი მექანიკურად მოათვალიერა და აბაზანისკენ წავიდა. ოფლიანის სახე ცივი წყლით ჩამოიბანა. საშინაო ტანსაცმელი გადაიცვა და ჩვეულ მშვიდ ფორმას დაუბრუნდა. შემდეგ სამზარეულოში სადილის მცირე ულუფა მოამზადა და იმ პატარა მაგიდაზე გააწყო, რომელსაც აქეთ იქიდან ორი სკამი ჰქონდა მიდგმული. ბავშვობიდან მოწიფულ ასაკამდე, ანუ ჯარში წასვლამდე ამ მაგიდასთან სადილობდა ხოლმე დედასთან ერთად. ანტონს თავიდანვე ფანჯარასთან შეურჩევია ადგილი და არც ახლა დაარღვია ტრადიცია, მაგრამ მაგიდის მეორე მხარეს სარიელი ადგილისკენ მაინც გაექცა თვალი. მას ცხოვრებამ სიმარტოვესთან შეგუების სიმძიმე არ აკმარა და მარცხის სახით ისეთი დარტყმა აგემა, რომლის ასახსნელად ვერც თავს პოულობდა და ვერც ბოლოს. საბჭოთა სწავლულების ბრჭყალებში დღევანდელი მდგომარეობის ახსნას გამოცდილება სჭირდება, რომელიც სამწუხაროდ ანტონს ჯერჯერობით არ გააჩნია. ამიტომ ლოგიკურად ის უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ მეორე წლისთვის მოემზადოს. ასეც მოხდება, როცა ერთი წლის განმავლობაში წიგნებში თავწარგული გარე სამყაროს მთლიანად მოსწყდება და თავის გარშემო დატრიალებულ ყველა ცხოვრებისეულ ანომალიას გონების მიღმა მოიტოვებს. ამ ხნის განმავლობაში ორადორი რამ ექნება მხოლოდ სულიერ საზრდოდ. პირველი დედის დაბრუნების იმედი და მოლოდინია, რომელიც მასში სიმშვიდის გრძნობის შენარჩუნებასა და მისი მოთმინების უნარზე იქნება ორიენტირებული, ხოლო მეორე კაცია სიყვარული, რაც მოცემულ მომენტში სწავლის გაგრძელების აუცილებლობაზე მიანიშნებს, რადგან ეს არის მასთან შეხვედრის ერთადერთი გზა. წამებმა, წუთებმა, საათებმა, კვირებმა და თვეებმა უსწრაფესად გადაირბინეს და ანტონის ცხოვრებაში ერთი უღიმღამო მონაკვეთი შექმნეს, რომელიც აქტიურად მიეთვლება კომუნისტების მიერ განიავებული ინტელექტუალური პოტენციალის გიგანტურ მასშტაბებს. დიდი მადლობა მოსმენისთვის და ხვალ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს მორიგი ნაწილით. ღმერთმა დაგლოცოთ და ბედნიერებას გისურვებთ ყველას.